ნივთებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ისინი ქმნიან ჩვენი სახლისა თუ სამუშაო გარემოს სიმყუდროვეს, მატებლის სივრცეს, სილამაზეს და ინდივიდუალურობას, ქმნიან ემოციებსა და მოგონებებს. კომპანია ებრა ქართულ ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. ხელით მოხატული ექსკლუზიური კერამიკა, რომელიც დანახვისთანავე დადებით ემოციებს იწვევს. ოჯახური ბიზნესი, რომელიც წლებთან და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად იხვეწებოდა, დღეს უკვე კერამიკის მოყვარულებს ასორტიმენტის ფართო არჩევას თავაზობს. ყოველთვის ქონდა ეს იდეა და მიზანი, რომ გამეკეთებინა კერამიკული სახელოსნო, გადაწყვეტილების მიღება, რომ რაღაც ახალი საქმე დაიწყო, ნებისმიერი საქმე, რა თქმა უნდა, რისკთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვინაიდან მომწონდა ეს საქმე და სურვილიც დიდი მქონდა, მივიღე გადაწყვეტილება და იმის შემდეგ ესე ნაბიჯ ნელა-ნელა ვითარდებით, სწავლობთ. იმის გათვალისწინებით, რომ ებრას ნივთების სრულიად ხელნაკეთია, მათი შექმნა განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ნივთების უმეტესი ნაწილი ექსკლუზიურია და მასიურად არ ეწარმოება. ფასებს კი ნივთის სახეობა და ზომა განსაზღვრავს. მასალის უმეტესი ნაწილის შეძენა მხოლოდ უცხოურ ბაზრებზეა შესაძლებელი, რასაც ბუნებრივია ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით კომპანია თვლის, რომ ფასები საკმაოდ ბიუჯეტურია და ის მაქსიმალურად მორგებულია ქართველ მომხმარებელზე. საკმაოდ ფართო ასორტიმენტია დაარჩევანი. ჭურჭელი, სანათები, ლარნაკები, სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებია. ღირებულებას რაც შეეხება, თუ მასალას ავიღებთ, უშუალოდ მასალა არ არის მთავარი ხარჯი ამ საქმიანობაში, იმიტომ რომ ხატული ღირებულება აქვს ამ ყველაფერს და ამით იფასობს. გათვლა გვაქვს და პრინციპში სხვა გზაც არ გვაქვს, რომ მინიმალური დანამატი იყოს, როგორც კომპანიამ იარსებოს და გავაგრძელოთ განვითარება. პროდუქტის საბოლოო სახის მიღებამდე ნივთი საკმაოდ დიდ გზას გადის. მის შექმნაში მონაწილეობას 5-6 ადამიანი იღებს. მეთუნეს თიხის საშუალებით ჩარხზე ფორმა გამოყავს, რის შემდეგაც ნივთი მხატვართან მიდის. საბოლოოდ კი მისი მოჭიქურება ხდება. თვითონ ნამუშევრის შექმნა ხშირ შემთხვევაში 1 კვირას მოითხოვს. პირველ დღის ამოყვანის მეორე დღეს ჭირდება ჩარხვა აუცილებლად. საკმაოდ შეიძლება რომ შევასრულოთ ეს პროცესი. უღებთ შუაგულში ზემეთ თიხას. პროდუქტება კიდეც თავისთავად ცხადია, ფორმას იღებს, საბოლოო ფორმას იძენს. ჩემამდე მოდის უკვე ამოყვანილი ნამუშევარი, გამომწვარი უკვე. შემდეგ ვხატავ, მალე შრობადის აღებავია, ფერი, ტონი, კომპოზიცია წინასწარ შერჩეულია. კონკრეტულად ეს ნახატი არის შეკვეთა, მომხმარებელმა აირჩია და გადმოგვიგზავნა და იმის მიხედვით იხატება. გამოიწება შემდეგ ჭიქურში ამოივლება, გამოიწება და გადაეცემა დამკვეთს. ებრას პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადი და გაყიდვადია, რაც კომპანიის განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ ონლაინ სივრციდან შოურუმში გადაინაცვლეს, რაც მომხმარებელს ნივთის უკეთ აღქმისა და შეფასების საშუალებას. ბიზნეს კი მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს. კარგი გამოხმაურებები გვაქვს ხოლმე და ვიცით, რომ დიდი დაინტერესებაა. შრომატევადობიდან გამომდინარე ყოველთვის ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთება გვიწევს, რომ არ გვინდა ისეთი ერთბაში პასუხისმგებლობა ავიღოთ თავზე, რომელსაც შეიძლება ვერ გავუწოდეთ და ამითი ზიანი მივაყენოთ თვითონ წარმოებას და კომპანიას. მაგრამ ამ განვითარების გზაზე, რა თქმა უნდა, მეგიც იქნება გათვალისწინებული, რომ საზღვაო გარეთ სხვა პლატფორმებზეც გავიდეთ, საქართველოს გავწდეთ და ქართული კერამიკის სახელი გავიტანოთ. მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე კომპანია ასორტიმენტის გაფართოვებას და მასში ყოველდღიური მოხმარების ნივთების დამატებას გეგმავს. ებრა მზადაა სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობისთვისაც. მათი უმთავრესი მიზანი და გეგმა კი წარმოებისა თუ ცნობადობის მეტად გაზრდა და მომხმარებლის ნდობის მეტად გამყარებაა.